სადაც საქართველოსია საუბარი გამოაქვეყნა გავლენიანმა ბრიტანულმა მედია ჯგუფმა ეკონომისტმა, რომელიც აფასებს დემოკრატიის ინდექსს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო ერთგან არის ნახსენები, თუმცა ის რაც წერია ჩვენს ქვეყანაზე საკმაოდ მძიმე ვითარებას ასახავს, რადგან ქვეყანა მოხვდა ტოპ 5 სახელმწიფოში, სადაც ყველაზე დიდი და სწრაფი კლებაა. მაჩვენებლების 5 პოზიციით უკან დაიხია საქართველომ და ჯგუფში სადაც ის მოხვდა არიან ფილიპინები, ნეპალი, პაკისტანი და მათ შორის არის საქართველოს. მთავარ მიზეზებად ამ ანგარიში დასახელებულია ქართული ოცნების პოლიტიკა, სახელმწიფო ინსტიტუტების თითქმის სრული კონტროლი, მათ შორის დევნა ოპოზიციის მისამართით და მცდელობა, რომ ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში აიკრძალოს და ეს ანგარიში პასუხისმგებლობას ბუნებრივია ამ პოლიტიკაზე აკისრებს მმართველ პარტიას. საინტერესო ასევე არის ის, რომ ქულა, რომელიც აქვს საქართველოს მინიჭებული, ეს არის 4.36. ამ ქულით ჯერჯერობით ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში მოხვდა ქვეყანა, თუმცა კლასიფიკაცია ასეთია, თუ კი კიდევ ერთი ასეთი წელი იქნება ქვეყანაში, მარტივად შესაძლებელია, რომ ის უკვე ავტორიტარულ რეჟიმებში გადაინაცვლებს, რადგან კლასიფიკაციის მიხედვით 4-ზე ნაკლები ქულის შემთხვევაში ქვეყანაში მმართველობა უკვე ითვლება ავტორიტარულ რეჟიმად და სულ მცირე აშორებს ქვეყანას ამ ვითარებისგან. იურისტები ამბობენ, რომ ასეთ მაჩვენებლებს ბუნებრივია იწვევს პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება, რომელიც რეპრესიული კანონებით ებრძვის პროტესტს, მის მონაწილეებს და სამართლებრივი დევნით ებრძვის ოპოზიციას, მესამე სექტორს და აპირებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. ბუნებრივია დემოკრატიული ნაბიჯი ამ ერთი წლის განმავლობაში იურისტების მტკიცებით ქართულ ოცნებას არ გადაუდგამს. ერთი მხრივ ადგილი ჰქონდა ძალიან რეპრესიულ და შემზღუდველ კანონშემოქმედებით საქმიანობას, რომლის მთავარი სამიზნეც იყო სწორედ ის უფლებები, რაც დემოკრატიის არსებობისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ეს ეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ასევე ჩვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძირითადად ექვემდებარება სწორედ მმართველ პარტიას და ისინი ვერ სარგებლობენ დამოუკიდებლობის გარანტიებით. შესაბამისად ესეთი შემზღუდველი კანონშემოქმედებით საქმიანობა და შემდგომში უკვე მათი პრაქტიკაში გამოყენება, რა თქმა უნდა, იქნებოდა გავლენის მომხდენი დემოკრატიული მაჩვენებლის შემცირებაზე. ხედავთ, რომ ეს რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი პოლიტიკა კვლავ გრძელდება და ამგვარი წნეხის ქვეშ ძირითადად ექცევიან სწორედ ის უფლებები, რომელიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ხედავთ უკუსლას, რაც უკვე აჩვენებს სხვა ინდექსებმა, აქამდე გამოქვეყნებულმა ინდექსებმა და ცხადია ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2025 წელს, ის რეპრესიული ნაბიჯები ქართული ოცნების მხრიდან, როგორც კანონმდებლობის დონეზე, ბევრი რამ შეიცვალა და მოხდა მნიშვნელოვანი გაუარესება ადამიანის უფლებების სტანდარტების ქვეყანაში კანონმდებლობის დონეზე, ისე პრაქტიკის დონეზე ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარეა ეს რეპრესიები, არაერთი ადამიანი არის ციხეში, არაერთი ადამიანი განიცდის დევნას, არაერთი ორგანიზაცია მათ შორის, აქ საუბრობს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებზე, ისე მედია ორგანიზაციებზე და პოლიტიკურ პარტიებზე არის აი ამ რეპრესიების მსხვერპლი. ქართულ ოცნებაში ამ ანგარიშის მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. საკმარისი იყო ოცნების დეპუტატისთვის იმის თქმა, რომ ანგარიშის ავტორი არის ბრიტანული მედია ჯგუფი, რომ მასში დაენახა სწორედ პოლიტიკური მოტივები და ისრები მიემართა ბრიტანეთის ხელისუფლების მისამართით. რაც შეეხება დასახელებულ მიზეზებს და გამოთქმულ უკმაყოფილებას, ქართულ ოცნებაში გვეუბნებიან, რომ სამართლებრივია ყველა ის პროცესი, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარეობს და სარჩელიც მათ შორის, რომლითაც ისინი ცდილობენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოხდეს ქვეყანაში. გვეუბნებიან, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ჩადიან დანაშაულს და შესაბამისია რეაგირება, რაც სამართალდამცავ უწყებებს აქვთ მათი მისამართით. შესაბამისად, ქართული ოცნება არ იღებს არც ერთ კრიტიკას ამ მიმართულებით. ოპოზიციის სამართლებრივი დევნა თუ მიმდინარეობს ისე, რომ ვინმე სარჩეუდენია სიცხლის სამართლის დანაშაული, ეს გასაგებია. მაგრამ შენ თუ სიცხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენ, მაშინ აქ დევნაზე არ არის ლაპარაკი. ის სიცხლის სამართლებრივი დევნაა და არა პოლიტიკური ოპოზიციის დევნა. ამიტომ მოუწოდებდით ჩვენ ოპონენტებს, მოდი რბილად ვიტყვი, თორე ისე მკვდრადშობილ ამ ქუჩის ოპოზიციას პირდაპირ შემიძლია ეს ტერმინი გამოვიყენო, რომ მოეკეცით სამართლებრივ ჩარჩოებში და იქ სადაც კი დამნაშავეებიც კი იყვნენ.
იქაც კი თავაზობდა ჩვენი სამართლებრივი სისტემა, რომ შეიტანე გირაო და გამოგიშვებ. არა, არ შევიტანე. ამ ხალხის უმეტესობამ თვითდაპატიმრებას მიყო ხელი. ამიტომ რა პოლიტიკურ დევნაზე არის აქ ლაპარაკი? მითხარით სახელი და გვარი ადამიანისა, რომელსაც არ შეუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და ისე იმყოფება იქ. ჩვენ ნებისმიერი შენიშვნას გავითვალისწინებთ, ხო არ ვამბობთ, რომ შეუცდომლები ვართ. სადაც იქნება დასაბუთებული. თუ შენ მეტყვი რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, შენ მას ხელი არ მოგიდო, მე ამაში ვერ დაგეთანხმებ. ეს ხო 2x2-4-ია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სადაც საერთაშორისო ანგარიშებში საქართველოს ვითარებას აუარესებს, მაჩვენებლებს აუარესებს, გამომდინარე იმ მოვლენებისა, რომელიც ბოლო წლებში მიმდინარეობს ქვეყანაში, რადგან ქართულ ოცნებას საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ მისი პოლიტიკური მოტივებით ოპოზიციონერი ლიდერების და არა მხოლოდ მათი დაკავების გამო და გარდა ამისა, უკვე ბევრჯერ მოისმინა სახელმწიფო პარტიამ მოწოდებები, რომ რეპრესიული კანონები გააუქმოს, თუმცა ასეთი ნაბიჯი ქართულ ოცნებას ამ წლების განმავლობაში არ გადაუდგამს. ეს ანგარიში ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს.